მოგესალმებით. გაგეცნობით მე ვარ კატო. მოდით ნახოთ, რას ფიქრობდა დღეს დილიდან თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და ვარიანტი გავაკეთოთ ორი. მოდით იყოს ესეთი ბეგემოტი ერთი შპაგატში როზის და მეორე იყოს ბაყაყი. ნახოთ, რას ფიქრობდა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ვარიანტი ორი გვაქვს. შევხედოთ. გადავიდეთ მეორე ვარიანტს, ბაყაყით ავსრიალდა და ვინც არჩია ესეთი ბეგემოტი, მე მგონი ჩანს. ვნახოთ, რას ფიქრობდა თქვენზე. ეხლა რა ურთიერთობა გაქვთ ამ წუთას, როგორც ჩანს. ამ წუთას ცოტა დისტანცირებული ურთიერთობა გაქვთ. შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს არის ახალი ურთიერთობა, ახალად დაწყებული ურთიერთობა, სადაც ჯერ კიდევ არ ხართ ესეთი ღრმა და ესეთი მკაფიო გადაწყვეტილ ურთიერთობაში, რომ всё უკვე თქვენ ხართ ერთად. ეს არის ახალ დაწყებული ფლირტის მდგომარეობა, სადაც დისტანციას ჯერჯერობით ვინარჩუნებთ, ხო? კარგით, რას ფიქრობდა ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? რას ფიქრობდა? ემოციებით იყო აღსავსე, ხო? რაღაცა ემოციები, რომელიც ესე ვთქვათ, ამ ადამიანში თქვენი დანახვისთანავე იღრება, ხო? როდესაც თქვენ ხართ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან ისეთი ქარიზმატული ქალბატონი, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას ავლენს, რო იტყვიან ქალბატონი ცეცხლი, ესე ვთქვათ, და ადამიანი თulis იმას, რომ თქვენ ხართ იმდენად საინტერესო, იმდენად დამოუკიდებელი, შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ყველაფერი მას ძალიან დიდ ემოციას აძლევს. ძალიან კარგი. კიდე რას ფიქრობთ თქვენთან მიმართებაში? რომ უნდა იშრომოს, რომ თქვენი გული მოიგოს, რომ უნდა ჩადოს ძალიან დიდი რესურსი ამასთან დაკავშირებით. შესაძლებელია ვინმეს რჩევასაც ეკითხებოდეს თქვენთან დაკავშირებით, ნუ ესე ფარულად ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ხვდება იმას, რომ თქვენთან ურთიერთობა თუ უნდა რომ მქონდეს თქვენთან, ესე მარტივად არ გამოვა, ხო? აქ უნდა ჩადოს ყველანაირი რესურსი, თავისი ემოციურიც, მატერიალურიც, რატომაც არა და ყველანაირად შეეცადოს, რომ მოგხიბლოთ, ხო? რაღაცა ესე რომ ვთქვა. კარგით, კიდე რას ფიქრობთ ერთი არკანით? რომ საბოლოო ჯამში დაგიპყრობთ. ფიქრობს იმას, რომ ის არის სათანადოდ ისეთი მზად იმისთვის, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობას, რომელსაც აიღებს და რომელსაც შემოგთავაზებს, ბოლომდე მიიყვანს, ხო? ის არის მზად ამისთვის, რომ ის ერთი შანსი, რომელიც თქვენგან შეიძლება გქონდეს, აუცილებლად გამოიყენოს და გამოიყენებს კიდევაც შეიძლება ითქვას, ხო? რაღაცა აი ესეთი ფიქრები აქვს ამ ადამიანს. ნუ როგორც ჩანს, რაღაცა გულით გირჩევთ, ხო? რაღაც მიჯაჭვულობის მომენტიც ახლა რაღაცა იმდენად ქარიზმატული ხართ, რომ რაღაცა უცბად შეძელით ამ ადამიანის გულის მოგება, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ესე აჩვენებს დაასტა. ძალიან კარგი. შვენიერი პირველი ვარიანტი, ვინც არჩია და მეორე ვარიანტი, ვინც არჩიეს ბაყაყი. ნახოთ. ამ ეტაპზე რა ურთიერთობაში ხართ და რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? მეორე ვარიანტი, ვინც არჩია. ნახოთ, რა ურთიერთობაში ხართ ახლა ამ ეტაპზე. აქ გაჩერებულია ურთიერთობა, არ იცით რა ნაბიჯი იქნება, არ ვიცით რას გადავწყვიტავთ, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. აქ უფრო ესეთი მომენტი არის ურთიერთობა, სადაც შევიდეთ შიხში რაღაცა გაურკვევლობაში და არც წინ მივდივართ, არც უკან, ხო? რაღაცნაირად ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ნუ ალბათ რა ვიცი, პასუხისმგებლობა შეიძლება რაღაცა ესეთ მკაფიო ნაბიჯებს და ნუ შესაბამისად ურთიერთობა არის შიხში. ნუ თქვათ ისე ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ გაქვს თქო ურთიერთობა, მაგრამ ნუ რაღაცა შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი, ნუ
გამარჯვების დონეზე კი მადლობა კარგად ავარ ხო აი რაღაც ესეთი მომენტი ნუ აქ აშკარად ადამიანებს გაუცხოების მომენტი აქვს ნუ შესაძლებელი რაღაცა დისტანცირებაც არის ხო ნუ გადაკვეთა თუ გიწევთ კაი გამარჯვებას ეტყვიოს ადამიანია ესე რომ ვთქვათ ესეა სიტუაცია კარგით ნახოთ რას ფიქრობდა ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობდა რას ფიქრობდა? მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს რაღაცა მომენტში შეიძლება მქონდეს რაღაც თქვენს მიმართ ესეთი გრძნობები და ემოციები და ესეთი ვნებაც კი შეიძლება ითქვას, ადამიანი ფიქრობს, რომ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს და იმისთვის, რომ გამოვიდეს ყველაფერი, საჭიროა პაუზა. რატოა საჭირო ეს პაუზა? იმიტომ რომ ამით რატომღაც თulis ეს ადამიანი რომ თქვენ შეიძლება უფრო მეტად მოგინდეთ მასთან ურთიერთობა, უფრო მეტად მოგინდეთ მასთან კომუნიკაცია. ხო, რაღაცა იცით როგორი მომენტი არის აქ ადამიანი ფიქრობს იმას რომ თუ დისტანცირებული იქნება თავს ძალიან მოგანატრებთ, შეიძლება რაღაცა, ნუ აქ ნახეთ თავიდან ვთქვით რომ რაღაცა ჩიხში ხარ შესული და ვერ წყვიტავთ სიტუაციას. ხო, ხა ნუ სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება იყოს, ხო, რატო ვერ წყვიტავთ ამ სიტუაციას, რატო არ იჭრება ეს მდგომარეობა. მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. რას ფიქრობს ადამიანი და იმას რომ თუ დისტანცირებული იქნება თქვენ მის ნებას დაყვებით საბოლოო ჯამში და ნახეთ მას როგორც ენდომება სიტუაციის მოტრიალება ისე მოატრიალებს. კვლავ გექნებათ ურთიერთობა, კვლავ გექნებათ რაღაცა მოქმედების მომენტი, ამიტომ ამ ეტაპზე ფიქრობს რომ სწორი არის მისი მხრიდან ემოციური სიძუნწე ხო რაღაცა გადაუდგმელი ნაბიჯი ცოტა ხანი გარიდება გასვლა სიტუაციიდან და ნუ აი ესეთ რაღაცა ცოტა მე მგონი манипуляტორული ფიქრები აქვს როგორც ჩანს ამ ადამიანს თქვენს მიმართ თლად ესე ძალიან ისეთი გულწრფელიც არ არის ხო ნუ აქ შეიძლება სამკუთხედთან კონდეს საქმე და შესაბამისად ადამიანსთან თუ რაღაცა ესეთი სიტუაცია გაქვთ რომ ან რა ვიცი ვინ ნუ ყოველ შემთხვევაში აქ არჩევანის წინაშე არ უნდა რომ დადგეს და ცდილობს რომ ყველაფერი გააკეთოს ისე რომ არ დადგეს არჩევანის წინაშე და თქვენ რაღაცა მოგანატროთ თავი რაღაც ემოციებში აგრიოთ, დაგრიოთ და თქვენ გადადგათ ნაბიჯი და თქვენ თქვათ რომ ნუ კარგი იყოს ისე როგორც არის ნუ რა დონეზეც და რა დოზითაც მაძლევ ემოციას მოდი ესე გავაჩერდეთ და ნუ დაგელოდები არ ვიცი ხა დაელოდებით არ დაელოდებით თუ როგორ გააგრძელებთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი არის ზუსტად მაგიტომ რაღაც ეს დაფიქრების მდგომარეობაში გადასული ან შეიძლება კიდევაც გითხრათ რომ ცოტა ხანი დრო მჭირდება იმის რომ დავფიქრდე იმიტომ რომ უბრალოდ საბოლოო ჯამში თქვენგან მიიღოს ის პასუხი რომ იცი მე მინდა შენთან ყოფნა და მოდი როგორც ვართ ესე ვიყოთ ისე რომ აი აქ ცოტა ესეთი მომენტი აქვს აქ ძალიან манипуляტორი და ძალიან ესეთი ჭკვიანურად გათვლილი ნაბიჯები აქვს ადამიანს შეიძლება ესე ვთქვათ. ნუ თulis რაღაცებს და ისე მოქმედებს აქ ურთიერთობაში. მაგათ ესეთი გამოვიდა პირველი და მეორე ვარიანტი, მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს და ბედნიერ დღეს. დროებით.